მოკლული ბიზნესმენის ლევან კაჭარავას ოჯახის საქმის დროულად გამოძიებას მოითხოვს განცხადებას მისი ადვოკატი ბექა ბასილაია ავრცელებს. ოჯახს და უფლებადამცველს ეჭვი აქვთ, რომ დამნაშავეებს ხელს სახელმწიფო უწყებები აფარებენ. უფრო მეტიც არ გამორიცხავენ მათ კვალს მკვლელობის დაგეგმვა შესრულების საქმეშიც, რადგან ბრალდებულებს ეგრეთ წოდებული მწვანე დერეფანი მოუწყვეს. სხვა შემთხვევაში მოკლულის ოჯახისთვის გაუგებარია, როგორ დაადგნენ კაჭარავას კვალს და მოუწყვეს მას ჩასაფრება მკვლელობის მისამართზე, სადაც ის შემთხვევითი ავტომობილით მივიდა. ამის შემდეგ დამნაშავეებმა შემთხვევის ადგილი უპრობლემოდ დატოვეს. ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებების ნაწილი დაგვიანებით, ნაწილი კი საერთოდ არ ჩატარებულა. ეს გარემოებები მას აფიქრებინებს, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ლევან კაჭარავას მკვლელობასთან გელა უძილაურის, ძმები მიქაძეების და ოთარ ფარცხალაძის კავშირის შესახებ საფუძვლიანია. შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი ლევან კაჭარავა 2022 წლის ზაფხულში წყნეთის გზაზე ჩაცხრილეს. შეუძლებელია საგამოძიებო და ოპერატიული სამსახურების ხელშეწყობის გარეშე მკვლელებს ისე დაეტოვებინათ შემთხვევის ადგილი, რომ არავითარი კვალი არ დარჩა იქ. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 ივნისს წყნეთის გზატკეცილზე ორი პირის მიერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით ლევან კაჭარავას მკვლელობის შემდეგ მკვლელებმა გადაიარეს ნარეკლიანი მაღალი ციცაბო ფერდი და დაეშვნენ მდინარე ვერეს ხეობაში. ისე რომ მათ კვალში ჩადგომა არც კი უცდია ოპერატიული სამსახურის წარმომადგენლებს. მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომლებს, რომლებიც ადგილზე იყვნენ მობილიზებული შემთხვევიდან ძალიან მოკლე ხანში. ასევე არ გამოურიცხავთ ამ პროცესში სხვა სახელმწიფო უწყებების იმჟამინდელი ხელმძღვანელი პირების, მათ შორის გენერალური პროკურორის, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ჩართულობას. ჩვენ არ ვთქვით ინფორმაციას თუ ვინ შეუკვეთა და უშუალოდ ვინ განახორციელა ლევან კაჭარავას მკვლელობა, თუმცა ლევან ჯანგულაძის მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაური და მის მკვლელობასთან შესაძლო კავშირში მყოფი პირები გიორგი ჯოხაძე, ძმები მიქაძეები და ოთარ ფარცხალაძე შესაძლოა დაკავშირებული იყვნენ ლევან კაჭარავას მკვლელობასთან. ის რომ გელა გელაძის უწყება მოქმედებს ისე როგორც მოქმედებდა მისი წინამორბედის ვახტანგ გომელაურის მინისტრობისას, გვაფიქრებინებს, რომ ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავი სისტემა არ არის დაინტერესებული გახსნას ეს საზარელი დანაშაული.